რაც კი მანამდე იცოდი შენ შესახებ, შენი ისტორია, შენი გენეტიკა, შენი წინაპრები გამოდის, რომ აბსოლუტურად იცხოვრა ტყუილში. ეს უკანონოდ გაშვილებული 39 წლის ნინოა. ამ ამბის გაგების შემდგომ იგი ყველანაირად ცდილობდა გაიყვია თუ ვინ იყვნენ მისი რეალური მშობლები, მაგრამ უშედეგოდ. ახლა მას 4 შვილი ჰყავს და იმის შიში ჰკლავს, რომ პატარა საქართველოში სისხლის შემთხვევით არ აირიოს. უკანონო გაშვილება დაახლოებით 1950-იან წლებში დაიწყო. სამშობიაროს უფროსობა, ექთნები და სანიტრები დიდ საიდუმლოებას იტევდნენ. ეს ამბები 2002-3 წლებამდე გაგრძელდა. ექთნებისთვის ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი საქმიანობა სწორედ ბავშვების უკანონოდ გაშვილება იყო. უამრავი ადამიანი იტანჯება და არ იცის მისი რეალური მშობლები ვინ არიან. 10 წლეულობის განმავლობაში თბილისისა და რეგიონების სამშობიაროებში დაბადებული 10,000-ობით ბავშვის მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ შვილი გარდაიცვალათ და ეს სამშობიაროს ჩვილების სასაფლაოზე დაეკრძალათ. სინამდვილეში ეს სასაფლაოები არ არსებულა. ბავშვებს კი ფულის სანაცვლოდ უკანონოდ ყიდიდნენ. მომატყვილეს, რომ მომიკვდა შვილი, სინამდვილეში გამიყიდეს. ახლა მე იმ კლინიკებიდან ერთ-ერთთან ვდგავარ, სადაც ჩვილებს უკანონოდ აშვილებდნენ. არქივებთან წვდომა ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ აქვთ. ის სასაფლაოები, რომლებსაც ეუბნებოდნენ, რომ შვილი დაკრძალეს, არ არსებობს. თუმცა არავინ ფიქრობს, თუ რას გრძნობენ ის ადამიანები, რომლებიც გაშვილებულნი არიან და მოტყუებულნი მშობლები. როდესაც ბავშვები იგებენ, რომ ნაშვილები არიან, ან გაშვილებულები არიან, მათთვის ეს ძალიან დიდი განცდა, ხშირი დეპრესიაც ეწყებათ. ასევე განიცდიან მშობლები, მათი ბიოლოგიური მშობლები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჭირვებამ პიკს მიაღწია. ამ პერიოდში განსაკუთრებული სიხშირით დაიწყო ჩვილთა უკანონო გაშვილება. ადამიანები სხვადასხვა კანონიერ თუ არაკანონიერ საქმიანობას იწყებდნენ იმისათვის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა შეენარჩუნებინათ. პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ამ საქმეზე დაიწყო მუშაობა, იყო ჯგუფი ვეძებ. ორგანიზაციის დამფუძნებელი თამუნა მუსერიძეა. თამუნა მუსერიძე არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც შეძლო ამ ამბის გამოძიება და რომელმაც ძალიან ბევრი ოჯახები გაერთიანა. ვეძებ შვილს 1992 წელს თბილისში კამოს ქუჩაზე მდებარე მეორე სამშობიაროში დაბადებულ ბიჭს. ექიმებმა გვითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალება იუსტიციაში არ ფიქსირდება. მამა ქუთაისიდანაა, დედა გაგრიდან. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ, ან იცნობთ 32 წლის ფარგლებში ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც გავს ფოტოებზე გამოსახულ ადამიანს, გთხოვთ შემეხმიანეთ. წინასწარ დიდი მადლობა. ეს და სხვა მრავალი პოსტი ჯგუფში ვეძებ ყოველდღიურად იტვირთება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ხალხი ჯერ კიდევ სიმართლის ძიებაშია.